კალანში ქონდა 4 საგუშაგო. ერთ მხარეს მხოლოდ დინარის სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მხრიდანაც ეს არაერთი მაგალითი იყო, 92 ნოემბერს სხვა მხრიდან მოგვექცა ჩეჩნების ბატალიონი და ალყაში მოგვაქცია. კაფშტიშა ფაქტობრივად. ხო და 4 პოზიციაზე, ჩვენ პოზიციებზე, ისედაც ცოტანი რო ვიყავით, ცვლა არ ყავდა რა. ერთმანეთს ცვლიდით, თავიდან ძალიან დაიძაბებოდა 6-6 კაცი ვიყავით და საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ მთელი ზამთარი და მთელი შემოდგომა ზამთარი და გაზაფხული ეს სულ პოზიციებზე ვიყავით. არავით არის თბილი საწოლი და სახლში რაღაცა ეს არ გქონია. იქ ცხოვრობდით ფაქტობრივად. ჩვენი შტაბი ჰქონდა ადრე იქ იყო მოხუცებულთა და ინვალიდთა პანსიონატი და რატომღაც ომის დაწყებამდე ცოტათი ადრე დაცარიელდა გაანთავისუფლეს, გადაიყვანეს სხვადასხვა იმებში გადაანაწილეს ქალაქებში. მე უყურებ ამას ეჭვის თვალით, რომ ეს უკვე გათვლილი იყო, რომ იქ აი ეს დაწესებულება გაცარიელებული იყო. გათვლილი იყო, მე ვგულისხმობ, ომისთვის სამზადისი იყო უკვე ჩაფიქრებული. ხო და ამ კორპუსს ჩვენ ვიყენებდით შტაბად. ჩვენი ასეული შტაბი იყო, მან ჰქონდა ჩვენ იარაღსაც იქ ვინახავდით, წვიაწამალიც იქ ჰქონდა. ყველაფერი და ჩვენ ზემოთ სოფლები რო იყო, პატარა სოფლები, ის დასახლებაც უკვე დაიძაბა ზემი სიტუაცია და იქ გაჩერება არ შეიძლებოდა, ესენიც როგორც აქ ცხოვრობდნენ რა, ამ კორპუსში. მეც მინდა აღნიშნო, რომ არ გამომივიდეს ისე, რომ პირველ წყარო ვარ და ჩემ თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი, ტყუილი ვარ გამომივიდეს, არც იმ შტაბში ყოფილი ვარ და არც პოზიციებზე ვიყავი იმას. მე მაინც მინდა ვთქვა, რომ 26 ივნისს ზუსტად სწორედ იმ დღეს, როცა თქვენ ის დღე რო დაემთხვა, გენადი რო დაეუბა, იმ დილას წავედი სოფლიდან. და წავედი რატომ? ერთი თვით ადრე ბიძა დამეღუპა, იქ ააკეთეს და ჩემი დები ცხოვრობდნენ ლენინგრადში, ისინი ჩამოვიდნენ ამ ტრაგედიის გამო და იმ პერიოდისთვის მე უკვე პრობლემები მქონდა ჯანმრთელობის, მე უფრო ადრე თვალი მაქვს ნაასკოლკარი, ნაასკოლკარი სხვანაირად კაპიტალი ვიცი რა ყავდა და მთელი ამ ზამთრის და ამ ნესტიანი პოზიციები ბრუნდებოდნენ ნესტიანი და გაგიმიზეს და დამიჩირქდა თვალი დამიჩირქდა, ინფექცია წავიდა და საოპერაციოდ უნდა წასულიყავი ცოტა ადრე, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ვერ მოახერხეთ, მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ იძულებული გავხდი უკვე გავცლოდი იქაურობას და თან ისე მოხდა, რომ თოლა ხარი მოყანებოდა და ბავშვი შემეძინა მაისის თვეში და ერთი თვის ბავშვი უკვე ვეღარასად ვერ ჩერებდა ხა ჩერდა მთელი ომის პერიოდში მოგაცემოდა ფეხი მეუღლეს დავარბინებდი ხანწინ ხანგან ყოველ და გასულაზე და ყოველ და ბონგვაზე ვივარბინებდი. არც ერთმა კამანელმა ძვირფასო მაყურებლებო, აი რატომ გითხოვთ ამ გადაცემას, ამთონსო და დეტალებს, ყველა დეტალი იმიტომაც არის მნიშვნელოვანი. არც ერთმა კამანელმა მათ წინააღმდეგ იბრძოდა ლებედის სპეცდანიშნულების რაზმი. ეს იყო ყველაზე დაუნდობელი და ყველაზე კარგად შეიარაღებული ძალები. აი ამ 55 ადამიანის არც ერთმა ოჯახის წევრი არ დატოვა. ყველას ოჯახის წევრი ჰყავდა, შვილები და მეუღლე, ყველა იქ იყო. ამიტომაც ყובה იმ ძალიან დეტალი.